მოგესალმებით, მე გახლავართ for lesson in-ის ერთ-ერთი ადმინისტრატორი ფრანგულ და დღეს გასწავლით თუ როგორ ჩავაგდოთ სკინი Counter Strike-ში. ამისათვის აუცილებელია გქონდეს გამოწერილი სკინი, აი ეს მაგალითად თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტიდან გამოწეროთ, მაგრამ მე ეს კომპიუტერში მაქვს. გავხსნით აი ამას ჩვეულებრივად და შევდივართ Strike-ში. აი აქ რაც არის ანალოგიურად ამოვიღებთ საიდანაც ამოგაქვს სპრიტეს, ამას ამოვიღებთ, დავაგდებთ დესკტოპზე, შევდივართ მე counter-ის თავარ პაპკაში, სადაც მე მაგალითად C დისკზე მაქვს, აი შევედით GS პაპკაში, შევდივართ სპრიტეს, ანუ საიდანაც ეს ამოვიღეთ, აი ეს შევდივართ სპრიტეს და სპრიტესში ვაგდებთ აი ამას. მივცემთ შემდეგ ზაკრით, ან რა არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ამ სკინის სპეციალური ხმები ისევ ამ ფოლდერში შევდივართ, counter-ის თავარ ფოლდერში და შევდივართ sound-ში, საიდანაც აი ეს sound-ები ამოვიღეთ. ამას ჯერ დესკტოპზე გადავაგდებთ. შემდეგ ამას მივცემთ copy-ს, ან cuts, ან როგორც გინდათ, მე cuts მივცემ და ჩავაგდებ აი აქ. აი აქ დაყენებული იქნება ხმაც, შემდეგ ისევ იქ შევდივართ, საიდანაც გამოწერეთ და შემდეგ უკვე აი ეს თვითონ დანის სკინი, ამასაც გადმოვაგდებთ დესკტოპზე და ამას ჩავაგდებთ უკვე მოდელში, აი ნახავთ ეხლა როგორ დაყენდება ეს სკინი, მივიცემ შემდეგ yes to all და ეს სკინი დაყენებული იქნება, ეხლა შევალთ Counter Strike-ში და ნახავთ დაყენდა თუ არა ეს სკინი. წერდავს ეს და ნახავთ დაყენებულია თუ არა ეს სკინი და ხმები და ასე შემდეგ, რაც ჩვენ ჩავყარეთ counter-ის თავარ ფოლდერში. აი ნახავთ დანა სპეციალური ხმები და აი ხედავთ თუ დანა დაყენებულია. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულებულია, თუ ვინმეს რამე შეკითხვები გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში. მადლობა გიხდით ყურადღებისათვის.